მარის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიზო გოგიჩაიშვილი იყო. გადაცემაში განსაკუთრებული მივიწყებული ტრადიციების რუბრიკის დრო დადგა. ერთ-ერთი ასეთი ქართული ქვევრია, რომელიც მალე იუნესკოს დასაცავ ძეგლთა სიაში მოხვდება. ჩვენ მოგიყვებით, რით არის გამორჩეული ქართული ქვევრი და როგორ ამზადებდნენ მას ჩვენი წინაპრები. ხელებში საოცარი ინტუიცია და თითებში განსაკუთრებული მგრძნობელობა. ეს არასრული ჩამონათვალია იმ თვისებებისა, რომელიც მეტად ორიგინალური საღვინე ჭურჭლის ქვევრის ასაშენებლად მის ოსტატს უნდა გააჩნდეს. ასე სოფელ უძველესი ქართული ქვევრის დამზადების წესების, მისი ისტორიის და ოსტატების გაცნობას წლები მოანდომა. დღეს კი გიორგი ბარისაშვილი მეღვინეობა მევენახეობის საკითხებში შემდგარი და გამოცდილი მკვლევარია. როგორც თვითონ ამბობს, წარსულიდან მოყოლებული, დღემდე მზადდება საქართველოში ქვევრები, თუმცა ამ დარგს მიმდევარი არ ჰყავს. საქართველოში არაერთ სოფელში და ქალაქში მზადდებოდა მოყოლებული არქაული დროიდან ქვევრები და ათეულობით სოფლისა და ქალაქის ჩამოთვლა შეიძლება საქართველოში ასეთების ქართლის ცხოვრებაში მოგვეპოვება ცნობები ლევან ჯორჯაძეს ახსენებს ასევე ერთ-ერთ სოფელს ანთოქს, სადაც მზადდებოდა ძალიან მაღალი ხარისხის ქვევრები ქსნის ხეობაში, საარაგვაში მზადდებოდა ძალიან მაღალი ხარისხის განთქმული ქვევრები, აბსოლუტურად განსხვავებულია ეს ქვევრები დანარჩენი საქართველოში დამზადებული ქვევრებისაგან და სხვანაირი მოყვანილობა აქვს, არის უფრო მსუბუქი ფართე ყელით გამოირჩევა, სხვადასხვა ცხავათი იყო და არის ესეთი სოფელი ქსნის ხეობაში და ეს ცხავათი იყო სწორედ აი ამგვარი ხელოსნობის შინამრეწველობის ამ დარგის მატარებელი სოფელი. ყველაზე დიდი კერა ამჟამინდელი ეს არის იმერეთი. მზადდება დღესდღეობით მხოლოდ გურიაში, ეს არის სოფელი აცანა, იმერეთში, ზემო იმერეთში კონკრეტულად, ეს არის მაქათუბანი, მაგალითად, შროშა, ბოსლევი, ტყემლოვანა, ჩხიროულა და კახეთში მზადდება ვარდისუბანში. ერთადერთი სოფელი, სადაც აი ისტორიულად დაწყებული ძველი დროიდან მოყოლებული დღემდე მზადდება ქვევრები. ამ წუთში ვარდისუბანში სამი მექვევრეა. სამი ადამიანია, სამი მექვევრო, რომელიც რომლებიც ამზადებენ საკმაოდ დიდი მოცულობის ქვევრებს. საერთოდ კახეთი განთქმული იყო ქვევრების დიდი მოცულობით, ან დიდი ზომის ქვევრების დამზადებით. ჩვენ მაგალითად ჩილდაში და სოფელ საბუეში ეს გახმამხარეა, ხვდებით მაგალითად 7-8 ტონიან ქვევრებსაც კი. ციხის ჭურჭლის დამზადების ქართული ტრადიციული ხელობა მრავალი წლისაა. ქვემო ქართლში, შულავერთან, ეგრეთ წოდებული ხრამის დიდგორაზე არქეოლოგიური გათხრების დროს ციხის დიდი ზომის საღვინე ჭურჭელი აღმოაჩინეს, რომელზეც ყურძნის მტევნებია გამოსახული. მისი ასაკი 8000 წლით თარიღდება და თანამედროვე ქვევრების წინაპარს წარმოადგენს. დღეს მისი ნახვა საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია შესაძლებელი. ისეთ ქვევრებს კი, რომლებსაც სხვაგან ვერსად შეხვდებით, მცხეთაში გიორგი ბარისაშვილის მარანი იტევს. მარანი, რომელიც ქართული ქვევრის ისტორიაში გამოგზაურებთ. აი ეს არის მაგალითად იმერეთში დამზადებული ქვევრი. მაქათუბანში. ესეთ პატარა ქოცოვარი, თავისი დამღაც კი ეგზეთ 2010 წელს არის დამზადებული, აი როგორი ნიშნულები ეგზეთ. ხოლო აი ეს მაგალითად არის გურია, სოფელი აცანა. აი როგორი განსხვავებაა, ხო? რაღაცა ფორმაშია განსხვავება გარეზე და პირის დამუშავებაში. საერთოდ ქვევრები მთელ საქართველოში განსხვავებულია და სხვადასხვა ესე თქვათ შეიძლება ითქვას ხელწერა აქვს სხვადასხვა ოსტატს. აი უძველესი ქვევრები, მაგალითად ბაგინეთის, მცხეთის ბაგინეთის მარანი. ეს არის მეორე-მესამე საუკუნეები. საერთოდ მე გადაწყვეტილი მაქვს რომ მოვაგროვო და უпростоრეთ უკვე მოვაგროვე მთელი საქართველოდან აი ესეთი ქვევრის ფრაგმენტები, პატარ-პატარა და მინდა გავაკეთო მათი ლაბორატორიული ანალიზი. ეს ძალიან გამოადგება ჩვენს ქვეყანას და შემდგომ თაობებს.
აი ეს არის ქსნის ხეობის ქვევრი. კოცო. დაახლოებით 100 ლიტრიანი ქვევრია და არის ცხავათში დამზადებული. ესეთი სოფელი არის ცხავათი ქსნის ხეობაში და არის განსხვავებული, აბსოლუტურად განსხვავებული. კიდევ ერთი განსხვავება და დამახასიათებელი ნიშან-თვისება აქაური დამზადებული, აქ დამზადებული ქვევრების არის ის, რომ ქვევრები გარედან წერნაკით არის შემკობილი. მიუხედავად იმისა, რომ მიწაში უნდა ყოფილიყო ჩაფლული. აი წერნაკით მოხატავდნენ, ხშირ შემთხვევაში ეწერა მასზე თვითონ მექვევრის სახელი და გვარი და იყოს შემთხვევები, როდესაც ფასიც კი ეწერა ხოლმე წერნაკით. წერნაკი ეს არის იგივე ესეთი საღებავი, ბუნებრივი საღებავი, რომელიც არ გადადის. მუდმივად რჩება და რჩება. აი ეს ქვევრიც მაგალითად შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე 100 წლეულის ქვევრია და მას აქვს აი ეს წითლად რო არის, აი ეს არის წერნაკი. პატარა ჭურჭელი არის. ამას ქვია ნახევარ ჩარეკა. ჩარეკას ესეთი როგორი ორიგინალური ფორმა აქვს. დაახლოებით 200 წლისა არის. კახური არის. მზადდებოდა ესეთი ჭურჭელი იყალთოს მეთუნეობის კერაში, უპირატესად იყალთოში. გიორგი ბარისაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ქვევრის დამზადება და მასში ღვინის დაყენების პროცესი არასდროს შეჩერებულა, რომ ყველა რეგიონში ქვევრების დამზადების განსხვავებული წესი ყოფილა. ამის შესახებ ნაკლები ცნობა აქვთ ერთ დროს ქვევრების დამზადებით განთქმულ საგარეჯო სოფლის ანთოკის მცხოვრებლებს. თუმცა იციან, რომ ეს ქვევრები ისტორიულად მამა პაპათაგან ერგოთ. ამიტომ განსაკუთრებით უვლიან და დღემდე მასში ამზადებენ ღვინოს. სოფელ ანთოკში შეაშვილების ოჯახში ამ დრომდე შემორჩა უძველესი თიხის ქვევრები, რომელთა ასაკი თითქმის 2 საუკუნეს ითვლის. თიხისაგან არის დამზადებული, მოკლედ საუკუნეებზე მეტის არის რა, იმიტომ რომ ეს კაცი დაღუპილა 105 წლისა. ხო და იმას ჰქონდეს ქვევრმარანი. და მე მგონი ესე იქნება რა, იქნება მეორე საუკუნის იმით რა. ხო ისედაც ატყობთ რომ უკვე დამტროულიც არის. ამაში ვწურად ჩადის რამის მთელი ერთი ვენახის. ქვევრის კარგად გარეცხვა ერთ-ერთი რთული, მაგრამ საჭირო პროცედურაა. ღვინის დიდხანს კარგ მდგომარეობაში შენახვაც სწორედ მასია დამოკიდებული. ხუთჯერმა ის უნდა მოვლება. ზოგი თიხა არის ჭუჭყი გემო ჩაადებს რამე და მეორე ღვინო იღებს გემოს. და ესე იგი კარგად უნდა გაირეცხოს ეს ქვევრი, რომ არაფერი შეყვეს ის ღვინოსა გემო, რომ გემოც მინდა გამოვიდეს. ამით ამუღრით ყასარამე და მერე დავწურად ყურძენს. ქვევრს როგორც უნიკალურ საღვინე ჭურჭელს ყურადღება მიაქციეს უცხოეთშიც, სადაც ქართული ქვევრის ღვინო დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია და მისი შენარჩუნება თითოეული ჩვენგანის ვალია.